მოკლედ მივდივართ მოპარული მანქანით, პატრულს ჯერჯერობით არ გაურბივართ. უბრალოდ ვცდილობთ, რომ წესები ბევრი არ დავარღვიოთ, რომ ჯარიმა არ მიუვიდეს მე პატრონეს, ასე ვთქვათ და არ მიხვდეს, რომ მანქანა მოპარულია. როგორი შეგრძნებაა მოპარული მანქანით სიარული? ძალიან კარგი. აჰა. ძალით არ ჩახტე ხოლმე ორმოებში, მაინც მეორეჯერ ვეღარ მოიპარავ მე, ხვდები? ჩვენ პირდაპირ წავიდეთ. მოპარული მანქანა, ძმა, აქ ძალიან ახლოს ხარ. არის გაღების ინტერვალი აიმახსოვრე რა. ხო და ვისაც მოპარული მანქანით გიწევთ ხოლმე სიარული, ესე ვთქვათ, ეხა მარის ვამზადებთ იმისთვის, რომ ბაბუამის მოპაროს მანქანა, ვისაც გინდათ რომ ბიძებს მოპაროთ მანქანები, ვისაც გინდათ რომ მამებს მოპაროთ, დედებს მოპაროთ მანქანები, რა პრობლემაა? აუცილებლად, ანუ მოდიხართ ჩემთან გაკვეთილებზე და გასწავლით როგორ ატაროთ მოპარული მანქანა. არავითარ შემთხვევაში, ანუ მართვის მოწმობის ასაღებად არ სწავლობ ფიზიკურად. შესამჩნევი ხარ მაგ დროს რა. შენ უნდა იყოს შეუმჩნეველი, უჩინარი, ბეტმენივით უნდა იყო რა. ჩნდება ქრება იმენა, რეიკივით უნდა იყო. აქ რომელ ზოლში უნდა შევიყვანო, გამახსენე ჯიგარო? ხმამაღლა. მარცხენა. აი ეგრე. რატო შევდივართ მარცხენა ზოლში, გამახსენე? კიდე რა გვაქვს დახაზული? ისა. ქვეით და გადასასვლელები. აი სადაც ისა არის დახაზული, იქ შედით აუცილებლად მარცხენა ზოლიდან მარცხენაში და მარჯვენა ზოლიდან მარჯვენაში, გაიგეთ?